შემწყვეტი პროტესტის მონაწილეები სინდისისა და პოლიტიკური პატრიოტების ოჯახის წევრები იკრიბებიან 9 აპრილთან, 9 აპრილის მემორიალთან. თქვენ კაცში ახლა სწორედ ხედავთ სინდისის პატრიოტების, პოლიტპატრიოტების ოჯახის წევრებს, მათ სწორედ ამ წუთებში დაიწყეს შეკრება, თან ვაჩვენოთ ვითარება რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები აქ მოვიდნენ ყვავილებით, საანთლების პატივს მიაგებენ 9 აპრილის გმირებს, აქ თავისუფლებისთვის მებრძოლების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას ისინი არ წყვეტენ და მშობლები ერთიანად გამოხატავენ საკუთარ პოზიციას. მათ მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანი არის 24 საათის განმავლობაში 9 აპრილის მემორიალი დაიცვა. მე ვიყავი ყველა იმ მოვლენის მოწმე, რომელიც აი აქ მოხდა და მართალი გითხრათ ძალიან როგორ გიხართ, მე ვერც წარმოვიდგენდი თუ ჩემი შვილიც იგივე მოთხოვნებით იდგებოდა რუსთაველის პროსპექტზე და გააპროტესტებდა რუსეთის იმპერიას იმდენი წლის შემდეგ. ერთი შეკითხვა მექნებოდა, აი 99 წელს, როდესაც მე ახალგაზრდა ვიყავი, ეს ხელისუფლება რო ყოფილიყო, რას იზამდა? აი ეგ დახოცილ ადამიანებს, რომელსაც დღეს უნდა გამეუთიოთ, ხომ? რას იზამდა? ამათაც დაიჭერდა? თუ პირდაპირ დახვრეტაზე გაუშვებდა, როგორც თვითმფრინავის ბიჭებს. 9 აპრილის ღამეს გიორგის მამა იყო აქ, უბრალოდ მაშინ გადავჭით. და მახსოვს 9 აპრილის დილა, როდესაც ფიქრის გორაზე ბიჭმა ჩამოირბინა და თქვა, ადამიანები დახოცეს, ადამიანები მოკლეს. მაშინ ეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელი იყო, მაგრამ ეს რეალობა იყო და ეს გააკეთეს რუსებმა. შემდეგ იყო ის დღეები, რაც გავიარეთ ჩვენ ახლა. მე არ მინდა რომ ეს კიდევ ოდესმე გამეორდეს. თავრობამ კი ცოტა გონს მოუხმოს. მე მათ ადგილზე არ მოვიდოდი უბრალოდ. ასე მგონია შეიძლება არც მოვიდნენ, დისკომფორტი მათ არ აწყობთ. არ ჩვენ გვაქვს კომფორტი. ჩვენ წელიწადია ჯოჯოხეთს გავდივართ, მაგრამ ვართ მხნეთი. შაშა ნიკას ბანერი მეკავა ხელში, წელს უკვე გელა ხასაიას ბანერი მეკავია ხელში. მინდა დედამისის მაგივრობა გავწიო, რახან ის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. საერთო ბევრი აქვს 37 წლის წინანდელ პროტესტს და ეხლანდელ პროტესტს. მაშინაც იგივეს მოვითხოვდით, რასაც ეხლა მოვითხოვთ. მაშინ მართლა რუსულმა ჯარმა დაგვარბია, ახლა ქართულმა პოლიციამ. და კიდე ის არის საერთო რომ შიში არ იყო არც მაშინ და არც ეხლა. ჩვენ ახლა ჭიჭინაძის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვს დინამიკები, გარკვეულწილად პროექტორები, ეკრანები და სამართალდამცველები ახლა ამოწმებენ ამ ტექნიკურ საშუალებებს და სულ ცოტა ხანში გავიგებთ მისცემენ თუ არა შესაძლებლობას აქციის მონაწილეებს შეიტანონ ეს ტექნიკა, სწორედ იმისთვის, რომ საპროტესტო აქცია დღეს მთელი ღამის განმავლობაში შეუფერხებლად ჩატარდეს. აქ მოსული ადამიანები იხსენებენ 37 წლის წინ განვითარებულ პროცესებს, აქ ყველას საკუთარი ისტორია აქვს. თქვენ ხედავთ ახლა კაცში, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ხედავთ ზურა ჯაფარიძესაც, ცდილობენ ახლა გადაამოწმონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რადევს ჩანთაში. ვიდრე ძალოვანი უწყება ერკვევა, ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ იმ ადამიანების ინტერვიუები, რომლებიც აქ ჩავწერეთ სულ ცოტა ხნისი. ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია, ეს გაყოფილი საზოგადოება, რომელიც ერთი წლის წინ იდგა რუსთაველზე და მეორე ნაწილი ხელისუფლება, რომელიც წესით უნდა მართავდეს ამ ქვეყანას და იდგეს თავისი ხალხის გვერდით, ვერ ბედავდა მოსულიყო მემორიალთან. მოსაჩვენებლად, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით ჩვენ, რომ მათთვის არანაირ სიწმინდეს არ წარმოადგენს ეს ადგილი, ერთადერთი ბერკეტი, რაც მათ ხელში უჭირავთ, არის ძალაუფლება და ეს ძალაუფლება წარმავალია. ხალხი არის ძალაუფლების წყარო და ხალხი ეუბნება ამ რეჟიმს, რომ ეს მათი მოქმედებები, მათი მსახურება რუსულ
ხელისუფლებასთან არის დამღუპველი საქართველოსთვის, ამიტომ მათი ადგილი აქ არ არის იმ ადგილას, სადაც დაიღვარა ამ ადამიანების სისხლი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ადამიანმა უნდა იცხოვროს და იღვაწოს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის უპირველესად და როდესაც შენ იმ ადამიანების გვერდზე დგეხარ, რომელმაც 9 აპრილი მოაწყო საქართველოში, ანუ რუსეთის იმპერიამ, არსად არ წასულა რუსეთის იმპერია, რაც მაშინ იყო 99 წელს, ის არის დღესაც და იმ ადგერზე რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ასე ვთქვათ, სულ რამდენიმე დღის წინ აგერ მემორიალზე ქუთაისში გააქრეს წარწერა, რომ საქართველოში იყო რუსეთ-საქართველოს ომი და ჩაანაცვლეს რაღაცა სხვა ასე ვთქვათ, ტრაფარეტით. ეს იმას ნიშნავს სწორედ, რომ მათ რაღაც ის უნდათ შეარბილონ ეს ყველაფერი და იმასაც ვერ ბედავენ ზუსტად, რომ რა თქვან 9 აპრილთან დაკავშირებით. სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა ხალხმა თავი შესწირა სამშობლოს თავისუფლებას. 40 წელი ბრძოლას ვიად განსახურდიან და მერაბ კოსტავამ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის რომ ეღწია და 1 წელიც არაცალა რუსეთის იმპერიისგან მოწყობილმა პუჩმა, ასე ვიტყოდი. არც არსად გამქრალა რუსეთის იმპერია, ისევ მძვინვარებს და ისევ დგას და დღევანდელი ხელისუფლება რო აქვთ მიტაცებული ბიძინა ივანიშვილის მონებს, გონიათ რომ ხალხი ამას ვერ ხედავს ყველაფერს და მიაქანებენ ისევ იმ 90-იან წლებში უნდა დააბრუნონ საქართველო, მაგრამ ვერაფრით ვერ მოესწრებიან ამას. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანები ფიქრობენ, რომ ქართულმა ოცნებამ 9 აპრილის ღირებულებებს უღალატა. სინდისის პატიმრობის ოჯახის წევრებმა დაანონსეს დღეს 24 საათიანი შეკრება 9 აპრილის მემორიალთან. დღეს მათ გვერდით იდგებიან პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინიც მთელ ღამეს გაათენებენ სწორედ რუსთაველის გამზირზე. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ დღევანდელი დღე უბრალოდ ხვალინდელი დღე 9 აპრილი ტრაგიკულ დღესთან ერთად არის ძალიან დიდი სიამაყის დღე. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ინტერვიუები, რომელიც ჩავწერეთ აქ მყოფ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან. 9 აპრილი მნიშვნელოვანი თარიღია ქვეყნის ისტორიაში. 9 აპრილის ტიპის ერთობაც შეიკრა, როცა მთელი ქვეყანა დადგა ფეხზე საერთო გამოწვევის წინაშე, საერთო იდეის გულისთვის. რაღაცა მსგავსი ტიპის ეროვნული კონსოლიდაცია გჭირდება ეხლაც. თუ მოვლენ საინტერესო იქნება მათ სახელი შეხვედრა. ხალხი რომელმაც პრაქტიკულად ქვეყანა ჩააბარეს, ოკუპანტ ქვეყანას ჩააბარეს იმ სახელმწიფოს, რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა ეს ქვეყანა, როდესაც აქ მოაწყეს სისხლისღვრა სწორედ 99 წელს 9 აპრილს, ეს ხალხი რავი, მე მაინტერესებს თუ მოვლენ შევხედავ და დავაკვირდე. 9 აპრილი არის თარიღი, რომელიც გვახსენებს, რომ თავისუფლება არ მოდის თავისთვის, თავისუფლებას სჭირდება ბრძოლა, თავგანწირვა და გაუტეხლობა. 2 წელია ქართველი ხალხი არის ქუჩაში, იბრძვის თავისუფლებისთვის, იბრძვის ისევ იმ იდეებისთვის, რა იდეებსაც ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე შესწრეს. დღეს ჩვენ ვიქნებით აქ, როგორც ვიყავით შარშაცინ და ვიქნებით მანამ, სანამ არ დავამარცხებთ ამ რუსულ რეჟიმს, რომელიც ახლა საქართველოშია. გასაბერი ჩვენ ახლა როგორც გითხარით, ჭიჭიანძის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც გარკვეული მცირე საშუალებები აქვთ აქ მოტანილი იმისთვის, რომ საპროტესტო აქცია ჩატარდეს, ეკრანები, პროექტორები უფრო სწორად, ასევე ხმის გამაძლიერებლები და ელოდებიან აქ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადაწყვეტილებას, მისცემენ თუ არა უფლებას აქციის მონაწილეებს, რომ ეს ტექნიკა შეიტანონ სწორედ 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე. თქვენ ჩართვის დასაწყისშიც ხედავდით, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი არის მოსული. დღეს მათი დიდი ნაწილი აპირებს სწორედ სინდისის პატიმრობის ოჯახის წევრებთან ერთად მთელი ღამე გაათენოს 9 აპრილის მემორიალთან.